ეს არის ქრონიკა 20 საათზე და განვაგრძობთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. სამი ოქროს, სამი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი ძიუდოისტებს შორის უნგრეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი სპორტსმენები სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდნენ. მილოცვა ბიძნია ივანიშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისგან სანდრო გოჩაშვილი მოგიყვებათ. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებმა უნგრეთის დედაქალაქში 25-28 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური შედეგი აჩვენა. ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რაც საუკეთესო შედეგია ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე. ევროპის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრეკიშვილი გახდნენ. ევროპიროლობის გამარჯვებული გუნდის სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ჩემთვის პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო, ანუ სამჯერ გამოვედი, მაგრამ პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შრომა დაიმფასდა, მაგრამ მე უფრო დიდი მიზნები მაქვს და ვფიქრობ, სოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოვედი. ჩემი გულშემატკივარის და მწვრთნელების და შეერთება ამყარებდნენ ჩემზე მედალს. რთული იყო, როცა ოლიმპიადის შემდეგ უფრო მეტად გამიცნო. უფრო გამიცნეს ხალიჩაზე, რათა მეტად შემაფასეს. მაგრამ ეს ყველაფერი დაუძლია. გავხდი ჩემპიონი. ფინალიდან 3 ჩემპიონი გავხდა. 9 კაციდან 7 მედალი ავიღეთ. ერთმა მედლის უნიბრძოლა და ერთი საწყის ეტაპზე გამოგვეთიშა. გუნდი საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. რის გამოც შედეგმაც არ დააყენა. ძიუდოისტებს წარმატება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მიულოცა. და იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები მსგავს წარმატებას ბრაზილიის 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც მიაღწევენ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს და გუნდის პერსონალს წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა. ესეთ დიდი მუხტი მეგონი საქართველოში არავის არ მოუტანი არასდროს მე მახსოვს როდესაც დინამომ აიღო თასისფლობელთა თასი მაშინ იყო საოცრება მოახდინეთ თანაც ეს დაემთხვა ამ ეტაპს თავისუფლების და ჩემთვის რომელსაც რაღაც წვლილი მეც მაქვს რაც მოხდა ქვეყანაში ძალიან განსაკუთრებით სასიხარულოა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცა ძიუდოს ფედერაციას, მწვრთნელებს და სპორტსმენებს ამ დიდი გამარჯვება. მთელი ევროპა ალაპარაკებულია ამ გამარჯვების შესახებ და მე ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ ეს გვმატებს, რომ მეტი მოტივაციით და მეტი ენერგიით გავაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენ გულშემატკივარს გაახარებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრება ჩემპიონობა მოიპოვა გუნდურ დაპირისპირებაშიც, რომლის ფინალშიც ქართველმა სპორტსმენებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები 4-1 დაამარცხეს. ფინალურ შეხვედრამდე ქართველებმა ჰოლანდიისა და ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ უნგრეთის ნაკრებს სძლიეს. დღეიდან კი ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.